რა მოხდა ამ პასუხისმგებლობით 2007 წელს, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მთის მთავარი სიმაღლე ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე პერიმეტრი დაიკავეს. მოამბემ საკუთარ არქივში დღეს მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს მიაგნო, რომელიც 2007 წლის 12 მაისსაა ჩაწერილი. მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა აზერბაიჯანელი კოლეგა სამშობლოში გააცილა, სააკაშვილმა აეროპორტში ასეთი განცხადება გააკეთა. ჩვენ მეგობართან ილხამ ალიევთან განვიხილე დავით გარეჯის მონასტრის საკითხი. იქ არის ორი საკითხი. ერთია სტრატეგიული სიმაღლის, რომელსაც აზერბაიჯანისთვის აქვს სამხედრო მნიშვნელობა ქვეყნის შიდა უსაფრთხოებისთვის, მათი ქვეყნის შიდა უსაფრთხოებისთვის და მეორე მხრივ გარეჯის მონასტერი, რომელიც არის უძველესი, უმნიშვნელოვანესი ქართული კულტურული და რელიგიური ძეგლი. ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში უნდა შევხვდეთ ჩვენი სამუშაო ჯგუფები და საზღვარი დაიხაზოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც ქვეყნის შიგნით აზერბაიჯანს დარჩეს, იყოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მაგრამ გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად აღმოჩნდეს საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე. და ამასთან ერთად ჩვენ დავამთავროთ საზღვრის დელიმიტაცია. ამ განცხადების პირველი ნაწილი ავტომატურად გამორიცხავს მეორეს. ანუ თუ სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით სიმაღლე აზერბაიჯანულ მხარეს ერგო, ვერც ამ სიმაღლეზე განთავსებული ჩიჩხიტურის კოშკი და მით უმეტეს, ვერც ამ სიმაღლის, ანუ ქედის მეორე მხარეს მოთავსებული უდაბნოს მონასტერი 60-ზე მეტი ქვაბულით საქართველოს მხარეს ფიზიკურად უკვე ვეღარ მოხვდება. გამოიწერეთ ემიგრანტ TV, მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.